არსებობს რთული დღეები, ბუნებრივი მოვლენებით და ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით გამოწვეული, რომელიც შესაძლოა ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში მოხდეს. სწორედ ასეთ სტიქიას ებრძვის უკვე რამდენიმე დღეა დასავლეთ საქართველო, განსაკუთრებით კი გურიისა და აჭარის რეგიონები. რითოვლობამ უამრავი ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საცხოვრებელ სახლსაც ერთადერთ სარჩო საბადებელს საფრთხე შეუქმნა. არნახული რაოდენობის თოვლმა და ნალექმა ადამიანები გარე სამყაროსგან მოწყვიტა. ასეულობით ადამიანი უშუქოდ, წყლისა და გაზის გარეშე გაუსაძლის ყინვაში დატოვა და მათი ერთადერთი იმედი და შველა ახლა სახელმწიფოს მხრიდან დროული რეაგირება იყო. 2 მეტრამდე და ზოგან 2 მეტრზე მეტი სიმაღლის თოვლი ათეულობით წელია გურიისა და აჭარის რეგიონს არ ახსოვს და შესაბამისად მოსახლეობის ნაწილი სრულად მოუმზადებელი შეხვდა და დახმარების საჭიროება კიდევ უფრო მატულობდა. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მყისიერმა და დროულმა რეაგირებამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე და საცხოვრებელი სახლის გადარჩენა შეძლო. პირველივე წუთიდან მძიმე ტექნიკა, ცოცხალი ძალა ჩაერთო სამუშაოებში. მოსახლეობის ნაწილი ადგილობრივ ხელისუფლებებთან ერთად ყველა ხერხით ცდილობდა თოვლის საფარისგან გზების წმენდასა და მოსახლეობის დახმარებას. თუმცა ძლიერი თოვა არც ერთი წამით არ გაჩერებულა, რაც თავისთავად ქმნიდა პრობლემას. გაწმენდილი გზები რამდენიმე საათში საწყის მდგომარეობას უბრუნდებოდა. სტიქიის მეორე დღიდან, როცა ადგილობრივი ხელისუფლების ძალღონე და მცდელობა საკმარისი არ აღმოჩნდა, არც ტექნიკა და არც ცოცხალი ძალა არ იყო იმდენი, რომ მარტოს შეძლებოდათ მუნიციპალიტეტებს ამხელა სტიქიასთან გამკლავება. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი და მალევე მისი ბრძანების საფუძველზე სამაშველო საქმეში თავდაცვის სამინისტრო ჩაერთო. არნახულმა ერთობამ და თავდადებამ შედეგი გამოიღო. ჯარისკაცები, მეხანძრე მაშველები, ექიმები, ენერგოპროჯორჯიას თანამშრომლები, მესაზღვრეები, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ერთობლივად ებრძოდნენ სტიქიას, რათა არც ერთი ადამიანი არ დაეტოვებინათ მარტო. ყველასთან დროულად მისულიყვნენ. საკვები და მედიკამენტები მიეტანათ და უბრალოდ ეთქვათ, რომ მარტო არ იყვნენ, რომ მათზე ზრუნავდა ხელისუფლება, მაშველი, პოლიცია. თავდაცვის ძალები და მთელი ქვეყანა მათთვის ლოცულობდით და მათზე ვდარდობდით. ალბათ ყველაზე დიდი ნუგეშიც ეს არის. სამყაროს მოწყვეტილი, უშუქოდ, სითბოსა და საჭმლის გარეშე დარჩენილი ადამიანისთვის რომ იგრძნოს, მარტო არ არის და მისი სიცოცხლისა და კეთილდღეობისთვის ყველაფერი კეთდება. ჯარისკაცები, პოლიციელები, მაშველები ხშირად მათზე მაღალ თოვლში, სიბნელეში, საათობით გაუჩერებლად მიიკვლევდნენ გზას, რომ პატარა ბავშვები, მოხუცები, ფეხმძიმე ქალები და უბრალოდ მარტო დარჩენილი ადამიანები გადაერჩინათ. სამშვიდობო უსაფრთხოდ გამოეყვანათ. ენერგოპროჯორჯიას თანამშრომლები გაუკვალავ თოვლში ფეხით, ტექნიკის გარეშე მიიკვლევდნენ გზას, რომ სოფელ-სოფელ უშუქოდ დარჩენილი ადამიანებისთვის სინათლე საკუთარი ხელებით მიეტანათ. ალბათ რთულია წარმოიდგინო, თუ ამას საკუთარი თვალით არ ხედავ. არ ხედავ, რომ მეერები, მოადგილეები, საკრებულოს წევრები, მთავრობის წარმომადგენლები დღე და ღამე დაუღალავად, შეუჩერებლად ძილისა და დასვენების გარეშე აკეთებდნენ ყველაფერს საკუთარი მოქალაქეებისთვის. ამაში არც არაფერია გასაკვირი და არც უცნაური. ყველა პასუხისმგებლიანი, შეგნებული და ხალხის გვერდით მდგომი ხელისუფლება ასე მოიქცეოდა. თუმცა სამწუხაროდ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც წინა ხელისუფლება ასე არ ექცეოდა და მეტიც, ხშირად სტიქიის პირისპირ მარტო ტოვებდა. სახელმწიფო ხო არ გინგრევთ, გალბატო, მეწყერია და ბუნებაა და თქვენ სახს გინგრევთ კერძოს და ამიტომ ხა ისე ნუ გამოვა, რომ სახელმწიფო ვალდებულია, რომ ბუნების მაგივრად რაღაცა. მაგრამ ამ დროსაც, ასეთ რთულ, მტკივნეულ და მნიშვნელოვან დროსაც აღმოჩნდა და გამოჩნდა, რომ არიან ადამიანები ქართული ოპოზიციის სახით, მათი აქტივისა და NGO-ების სახით, რომელთაც ახლაც მხოლოდ პოლიტიკური ქულები და საკუთარი თავი აღელვებთ. ფეიქებისა და ბინძური დეზინფორმაციის პარალელურად ცდილობდნენ ისედაც დაზაფრული მოსახლეობის კიდევ უფრო შეშინებას და მათთვის ტყუილების თქმას. ვერ ხერხდება მარაგების შევსება მაღაზიებში, სადაც დახლები არის ცარიელი, პურის მაღაზიები, ასევე დიდი ქსელური სუპერმარკეტების დახლები არის ცარიელი. ამას ემატება ისიც, რომ საშინელი ანტისანიტარია ქალაქში, ნაგვის ურნები არის გადავსებული ნაგვისგან და მის გატანაზე რამდენიმე დღეა არავის უზრუნია.
ყოფილი პრეზიდენტი ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ სახელმწიფო ხალხისთვის არაფერს აკეთებს. გურიაში, აჭარაში მაგალითი არის, რომ ვერაფერს ვერ აკეთებენ. ვერ მართავენ და მხოლოდ შეუძლიათ ტყუილები, რომ ჩვენ 3 დღეა იქ უკვე გავაგზავნეთო, საგანგებო ძალებიო და ძალიან ბევრს ვშრომობთო. არაფერიც. ტყუილა არსებობს უსაფრთხოების საბჭო. ტყუილა საგანგებო დეპარტამენტი. ტყუილა ამდელი ძალოვნები მხოლოდ თქვენთვის. აქ რო დაგარბიონ. თორე საქმე როცა არის სასწრაფო, ადამიანები გადასარჩენი, ადამიანები დასაცავი, იქ არაფერი არავინ, იმიტომ რომ ეს რეჟიმია და არა მართლობა ქვეყნის, ვეღარ მართავენ. ოპოზიციის ნაწილი ეთერიდან ეთერში დადიოდა და საშინელ ფეიქებს ავრცელებდა. თითქოს ხელისუფლება ადამიანებს სტიქიის პირისპირ მარტო ტოვებდა და მათ დასახმარებლად არაფერს აკეთებდა. 25 თებერვალს, როცა მთელი ერი დაზაფრული და სტიქიისგან შეშინებული საკუთარ ახლობლებს, თოვლში ჩარჩენილებს ეძებდნენ, ნაცაქტივისტებმა მორიგი აქცია გამართეს. ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს. გადაკეტეს მათთვის, ვისაც ეს გზა საკუთარ შვილებთან წასასვლელად სჭირდებოდა. გადაუკეტეს შვილებს გზა, რომელთა მშობლებსაც სადღაც 2 მეტრიან თოვლში მარტო დარჩენილი შველა სჭირდებოდათ. გადაუკეტეს გზა სასწრაფოებს, რომლებიც ამ ხალხთან მიდიოდა. ოპომედიებს საკუთარი წარმოდგენები ჰქონდათ. რუსული ფილმების ვარსკვლავი დავით კაცარავა, როგორც ჩვევია ხოლმე, საპოზიოროდ ჩავიდა და ყველაზე მძიმე ტყუილი იკადრა. ამ წუთას შემატყობინეს მამათში ჩამოინგრა სახლი და 2 მცირეწლოვანი ბავშვია. ოჯახი ათენებს ბოსელში. გავდივართ და შევეცდებით მამათში შესვლას. სინამდვილეში კი ძალიან მალე გაირკვა, რომ კაცარავა ისევ იტყუებოდა. ხაზარაძის ელისაშვილი კი ქვიშაში სათამაშო პატარა ნიჩბით პოზიორობდა კამერასთან და გვარწმუნებდა, რომ ეს საქმეა. აი ეს კი უმოქმედობა. ლანჩხუთელი ნაცები კახა ასკურავა და გივი ცინცაძე Facebook ლაივებით ცდილობდნენ ადამიანები დაერწმუნებინათ, რომ ხელისუფლება არ მუშაობს. ამ დროს კი მათსავე კადრში ჩანს გაწმენდილი გზა. რამდენიმე მეტრში ჩანს ტექნიკაც და ადამიანებიც, რომლებიც მუშაობენ. ასკურავა კი ამით უკმაყოფილოა. ის მუშაობს. ხო. მე არ ვაწევს რომ მუშაობს. მაშინ, როცა ხელისუფლება კერძო თუ სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულ ყველა მძიმე ტექნიკით ცდილობდა ხალხის დახმარებას, აი მაგალითად მილიონერი მევახშე ხაზარაძე ჯერ სხვისკენ იშვერდა ხელს და მერე Facebook პოსტი გამოაქვეყნა. ოპო არხებზე რუდუნებით არჩეული რესპონდენტები ტიროდნენ, რომ 2 დღეა მშივრები გაუსაძლეს პირობებში იხოცებოდნენ და ხელისუფლება მათთვის არაფერს აკეთებდა. ნება სული სიმშვიდე და მშიერი 2 დღის აწყავადამილებია, რა ვიცი და ამდენი მოუყვე გაჭირება აღარ ვიცი. 85 წლის მოხუცი ციცობებო სხვას არ დალოდებია. არც ეთერ უწუწუნია. ადგა და საკუთარი სახლი გადმოთოვლა და გზაც სიმღერით გაიკვალა. ციცო, არ გაშინია! არ გაშინია, არა! კატაცინა მარჯნის ფერი ყვავილია. სოციალურ ქსელში უამრავი ფოტო და ვიდეო მასალა ვრცელდებოდა გურულები ერთმანეთის მხარ და მხარ. თქვენ გთხოვთ რომ დაიწყოთ შვიდობით ეს ამბავი. რა კარგები ხართ, თქვენ გენაცვალეთ. სიმღერით. ჩვეული იუმორით, როგორ ამხნევებდნენ ერთმანეთს და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, როგორც ცდილობდნენ შეემსუბუქებინათ თავისი თუ მეზობლების ყოფა. ამის პარალელურად კი ყველა ოპო არხზე გლოვა და ტრაგედიები იყო. არცელებდნენ თითქოს 7 დღე მიცვალებული სახლში ყავდა ოჯახს და დამარხვას ვერ ახერხებდნენ, იმიტომ რომ სახელმწიფომ არაფერი გააკეთა. არადა ის ფეიქიც ამ ოჯახმა თავად ამხილა. მაცივარიც მოტანილია და გზაც გაწმენდილი. წაშალეთ დროულად. სანამ რამეს გამოაქვეყნებთ, უნდა იკითხოთ. 107 წლის ქალბატონის გარდაცვალება გმირ მაშველებს დააბრალეს. თითქოს დროული რეაგირება ვერ მოახდინეს და ამიტომაც გარდაიცვალა.
თუმცა ეს ტყუილიც მალევე ამხილა გარდაცვლილი შვილიშვილმა. პარასტიტი ამძინვარებს ხალხი და ხელისუფლება ერთობლივი ძალებით 24 საათი მუშაობენ იმისთვის, რომ არსებული მძიმე მდგომარეობა მოგვარდეს. ამ დროს ჩვენს ოპოზიციას და მათ მედიებს დრო რჩება იმისთვის, რომ მოიფიქრონ ბინძური ტყუილი და გაავრცელონ. კერძოდ საუბარი მაქვს ახლა ჩემ დიდ ბებიაზე, რომელიც 7 წლის ასაკში ავანტყოფობის გამო გარდაიცვალა. ის ბოლო რამოდენიმე დღეები ავანტყოფობდა. ძალიან გთხოვთ, მორჩილესად გთხოვთ ყველას თავის შეიკავოთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან. ჩემი აზრით ესეთ დროს პოლიტიკური ქულების დაწერა ამორალურია. ნაცპროპაგანდისტი ტრაგედიებით მოვაჭრე გელა მთიბლიშვილი არჩილ თალაკვაძის ვიდეოს აქვეყნებს და ფეიქ ნიუსებით ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. თითქოს თალაკვაძე ბურანით სეირნობს და კამერებთან პოზიორობით არის დაკავებული. სინამდვილეში კი ეს ტყუილიც მოკლე ფეხება აღმოჩნდა. როგორც ყველა წინა. კადრებში კარგად ჩანს თალაკვაძეს უკან ენერგო პროჯორჯიას თანამშრომელი უზის, რომელიც დაზიანების ადგილას მიჰყავს და გზად მოსახლეობას ესაუბრება, დახმარებას თავაზობს. ნანუკა მისევ ფულის გროვება დაიწყო. ფეიქ ინფორმაციებს ავრცელებენ არ დაუჯეროთ არავინ. ჩვენი ფოტო აიღეს უკითხავად. ჩვენ გამო არავინ არაფერი არ ჩარიცხოთ, არც ერთი თეთრი ნანუკას ფონდში. დღემდე ისევ მოძრაობდით, არც ერთი თეთრი არ აგვიღია არავისგან. შეგნებულად არ ვართმევდით არავის არაფერს. ესეთი რამე რომ არ მომხდარიყო, მაგრამ მაინც ასე უაზროდ იქცევიან. ფედერაციის თითოეულმა წევრმა აკრიბა თანხა და დაეხმარა ხალხს. ყველაფრით ნუსარგებლობთ. კამერასთან პოზიორობის მოყვარულმა ელისაშვილმა და ქაცარავამ შოუების დადგმა. მათი რუსთაველზე მდგარი აქტივის ნაწილი კი, ვინც თითქოს მოხალისეებად ჩასულები ხალხს უნდა დახმარებოდნენ, ადამიანებს ცილს წამებდნენ. შეურაცხყოფას აყენებდნენ, თითქოს ვინმე მათ საქართველოს დროშის მოხსნა მოსთხოვა მანქანიდან. აი თქვენი დედა შევიხნე. მალევე გაირკვა, რომ ყველაფერი რა თქმა უნდა მათი ფანტაზია და ბინძური ტყუილი იყო. სამაგიეროდ გაირკვა ისიც, რომ ვითომ მოხალისედ ჩასული აქტივისტი თოვლში ჩარჩენილ ადამიანებს ჩაცმულობის და პოლიტიკური გემოვნების გამო დასცინოდა. 2 მეტრა თოვლში რომ იხჩობი, გზა არ გაქვს და არც კვალი რომ არ გაქვს და მოხალისეს, რომელიც შენთან მოდის საშველად, ოცნების მაიკით რომ დახვდები, რაღაც უნიკალური ჯიშის ჰაი-კლასია. მიჩნდება სურვილი თოვლში ჩავარჭო თავით, მაგრამ დავეხმარეთ, ისიც ადამიანია. ტონობით პროდუქტი, მედიკამენტი, საჭირო ნივთები ყოველ დღე ასეულობით 1000 ადამიანს ურიგდება და სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეებისთვის ყველაფერს აკეთებს. ალბათ რთულია დაიჯერო, რომ ასეთ დროს ვინმეს შეუძლია იკადროს ამდენი სიბინძურე და ტყუილი. მაშინ როცა ყველა წუთი, ყველა ძალა და რესურსია ძალიან მნიშვნელოვანი. მაშინ როცა მედიების გამოყენება უბრალოდ ადამიანების დასამშვიდებლად შეიძლება. უბრალოდ შეგიძლია შენს ამომრჩეველს უთხრა, რომ მარტო არ დატოვებ. შენ მის გვერდით ხარ, რომ შენ ჟურნალისტი რომ ხარ. გული კი არ უნდა გაუხეთქო ემიგრაციაში წასულ დედას, არამედ ანუგეშო და უთხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ ყველას აუცილებლად ერთად დავეხმარებით და ყველა აუცილებლად ცოცხალი და ჯანმრთელი იქნება.